ერთათი ამ ისანში გამპარსა. ჩვენი გეგმა იყო რომ თავი შეგვეცოდებინა რომელიმე სალონისთვის. სხვერპლი კი აღმოჩნდა სალონი პინექსი. ჩვენი გეგმა იყო თავი შეგვეცოდებინა მათთვის, მათ თვალწინ გაგვეპარსა მთლიანი სხეული, შემდეგ უხერხულში ჩავარდებოდნენ და დაგვპატიჟებდნენ. ნუ მოკლედ დავიწყეთ რა. აბა კისერიო, აბა ღაწვებიო, აბა ლოყებიო, აბა იღლიაო, აბა ისაო, აბა ესაო და რა თქმა უნდა იხდებოდნენ. ერთი ქალბატონი გვაკვირდებოდა და ვგრძნობდი რომ ის აუცილებლად დაგვპატიჟებდა და შეგვიყვანდა. იცი რა, ჩვენიც გაიგეთ რა, იმდენ რამეში მიგვდის ფული, ახლა ეპილაციებშიც ფული თუ ვიხადეთ, კარგად იქნება ჩვენი საქმე რა. თათიას ცხოვრების ამბავს აღარ ჩამოვთვლი, თუ რაში იხდის ფულს და რამდენი პასუხისმგებლობები აქვს, ჯერ მარტო ბავშვების მხრიდან, რომ აგე სწავლის ფულებს და 1000 რაღაცას იხდის და მე კიდე აგე ოჯახზე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ვაიმე, დაგვიძახეს, ხალხო! შეგვიყვანა მეც, თათიაც. ეგრევე ეთყობოდა კარგი პირსახის ქალი იყო, ეს კეთილი პირსახის ქალი იყო და ზუსტად ვიცოდი რომ შეგვიყვანდა. ჩვენც ხამებივით შევედით ესე დავსხედით და დავიწყეთ ეპილაცია. ხან მე მიკეთებ და ხან თათოს უკეთებ და ესე კუნტრუში ბატკნებივით დავტრავ და კეთიგით აბაკეთ და ნუ მოკლედ პატი ვიქუცა მაგარი ამ ქალბატონმა. ესე მე ეპილაცია გამეკეთოს და სიამოვნებდეს არ მინახავს მეტი. სიცილში და ხარხარში გავიკეთეთ. მე რამ ქალბატონს ვთხარი, განაფული არ მქონდა მეთქი, მაგრამ სამოგზაუროდ მივდივართ ეხლა და ვერ დავხარჯავდი თამაში თქო. შემდეგ ამ ქალბატონმა ისიც მითხრა თუ რამეში დაგჭირდეთ კიდე მოდითო. რა თქმა უნდა მოვიყვანეთ ჩემი ახლობლები, რატო არა რა. ბიზაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები შევყარე ერთიანად. აბა ქალბატონო მოვედი ჩვენ არ ვითხარი რომ არაფერი არ მოგერიდო საწიო? ხო და არ მომერიდა მეთქი გაგიჟდეთ. შენ გაიხარე როგორ პატივს ამცემ ხოლმე რომ შემოვალ შენთან. ბოდიში რა მიირთვი რა თან სარეთ. არა რა სამო ბეჭამი ვარ არაფერს არ მაკლებს ხიჭა ყველაფერი გვაქვს ჩვენ. ხო მაგრამ მიირთვი და არა რა სამო ბადრიჯანი ქათამი. არა. მიდი კაც. ნონა მიირთვი რა ფრესკო და ნო სამოტანილი სულ ახალი არის უგემრიებესი გაიგია. ნონა ჭამე რა. არა ხალო რა უნდა ვჭამო შენ იჭირი მე ისეთი დღეში ვარ მამწარი ფრის და. აბა გინდა? არა არაფერი არ მინდა გეფიცები. მე ცალცი და. ნადუღი ჭამე კარგი არის. არა ვერ ვჭამ ნადუღს. ისე სიალას გოგო როგორ გასუქდა რა. ვაიმე, ორად აქცეული. რატო ჭამს და მაგიტო? მიდი დაჭექი შენ შეჭამე? არა რა შევჭამე ხალოში შენი ბავშვი იყო შემოსული და წაიღო ღმერთმაში არ მოსკაი მჭამელია და გენაცელი და არ ჭამს ბიზნეს მომბარ. არა ბავშვმა წაიღო ალბათ შენ ხმარმა და ბარა საწოლში როცა შენი ხმარიც უმშევარ. ქათამი შეჭამე ძალიან. ნუ სოფრო ქათამს რა მაჭი. ბოდიში რა ვერ გაქცევ ყურად. არა რა ყურადღების მოგწევა მე. ესა დაუგდია. როგორ მიქვის რომ არ ჭამს? ეს ყوای თუ არ არის, ჭამე ხო რა. ნონა მოვალ რა. ალო, რა რატომ მიკავშირდები? არა და ვარტათია სანამოსული. მერე თათია გამზადებული ურმარილი. მერე ნუ თუ ელემენტარულ სამიწაყურებდი ბიჭო. სტრუქტურის პორტრეტი გაკიდა რომ ელემენტარული ნადუღი გამეხვია, ნადუღი. ყველაფერს მაყლე. მე ზღები. დედა შენმა ხო გააკეთა არა ყველაფერი. ასწავლიყავი ახარები ყავი და იგეჭამ. შემეკვი ეხლა. ნონა. ნო. ფაიმე. შენი გამყირვებია რა. ქათამიც გაქრა, ბადრიჯანიც გაქრა, სუგუნის ტიპიტების დრინების და არ არის სიცხვი ნონა, თუ არა გაქდა შია რომ თქვა რომ მე მივიღე. ვის დაშია? შენ. რას მაყლებს ყვიჭა? ვის დაშია? ყველა ხშიაც. მის დღემში. ნონა. გაწყვეტა ხმა. ჭამთ ავლაბრის შაურმას. ჯეირანი. ჩავარდი. ვიახში უნდა გავგზელო. ჯეირანი. მუშინ.
ჯეირანი 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 ჩემს ამერიკაში ჩამოსვლას მითხარით რა ქვია ხალხო და აი ამ ქალბატონის ჩამოსვლას რა ქვია ეგეც მითხარით ხალხო სულ ტელეფონზე ლაპარაკობს მე ესე ჩამოვედი თუ არა თელ სადარბაზოში დავწმინდე მტვერსას რუტით და თელ სადარბაზოს მოვუგავე იატაკი ეს ქალბატონი დარბის რეკავს დადის რეკავს ზის რეკავს და აბა საიდან რეკავს თუ გამოიცნობთ მობინექსის ინტერნეტი აქვს ჩართული გენაცვალი და ისეთი კარგი წომა აქვს ამ მობინექს ჩემ დაჭირათ რომ აი ეს ქალბატონი იყენებს მე აქ ძაღლს უნდა ვუწმინდო იღლიები ჭანჭლები ჩემა ხაზე იქამ დამიტოვა ეს ძაღლიც მოსავლელად ეს მეტროშია მობინექსის ინტერნეტს იჭერს ისე და კარგად ლაპარაკობს მე ესე ჭურჭელი უნდა ვრეცხო გაუბედურებულმა უნდა ვიტანჯო აი თათია მოვადრო და პამპერსის გამოსვლას რომ მომთხოვ პამპერსის გამოსვლას აი მე დავიჭერ ტელეფონს ხელში და დავრეკავ ყველგან არა ეს მობინექსიც არ ვიცი რა მობინექსმა რა დამიშავა მაგრამ ისეთი კარგი წომა აქვს ამ მობინექსს რომ ეს გოგო შეითრია სული მткиვა უფალო სული აბა გაიღიმე დათვნა მოეშვი მეთქი დამბოს ხიდის ქვეშ მაინც არ დაიჭერს მობინექსი ახაც იჭერს მარტო ძაღლი რო დაეტოვებინათ არა მთელი ზოპარკი მე დომიტოვა ამ ჩემ ხაზე იქამ მაგანაც აღარ ვიცი აღარ მინდა დავწყევლო ამასაც შია ჩიკო აი შენ გაქრი მობინექსის ინტერნეტი მეც მაქვს ჩართული მაგრამ მე ვინ მასდის რომ მობინექსის ინტერნეტზე დავჯე ჩემი ხაზე იქა დაжда მობინექსის ინტერნეტზე რეკავს წამდავწუმ თავის ახლობლებთან მაზლისოლებთან მულებთან მულიშვილებთან აკარ შემილია სტამბულიდან მოყოლებული ესე იგი გადაждომა რომ გქონდა სანამ ამერიკაში გამომფრინდებოდით იქიდან ჩართული აქვს ამას მობინექსის ინტერნეტი 24/7-ზე აწუხებს ამ მობინექსის ხალხს ისინი წლომაზე არიან 24 საათი მე ძაღლო აღარ შემილია ვაიმე როგორ დავიღალე ეხლა მოგიყვებით როგორ შემაცდინეს გოგონებმა ბათუმში ვარ ჩემთვის მოვსეირნობ რომ კაფე 43-ში შევიდე და ეს ქალბატონები გამეპრანჭნენ მეც რა თქმა უნდა ეხლა შევიფერე და შევთავაზე რომ გოგონებო რაიმე ნამცხვარს ხომ არ მიირთმევდით კაფე 43-დან რომ ამოვიტანოთქო კიო რატომაც არაო გოიმებივით ხო არ გეტყვით უარსო და მეთქი კაი ეხლა მე ჩავალ და ამოგიტანთ ჩავედი ჩემ ნიკუშას უთხარი რომ ნიკუშ გეხვეწები მეთქი რამე ისეთი გააძრე რომ გოგოებს გაუსწორდეთ ძალიან დამევასდნენ ძალიან მაგარი გოგოები არიან მეთქი და ეხლა რომ რომელიმეს არ მოვეწონო მეთქი და შთაბეჭდილება ვერ მოვახდინო გავიჭედავ ნიკუშ მეთქი რა ხო და ნიკუშა მირჩია რომ მოდი პოპკორნები აიტანე პირველ ეტაპზეო რა იმიტომ რომ სიახლეა და გაუსწორდებათ გოგონებს პოპკორნებიო და მეც რა თქმა უნდა დაუჯერე ნიკუშას ავიტანე მოკლედ ეს პოპკორნების დესერტი აქ რაღაცა ტიპობ და ამ ტიპაობაში ფეხი წამოვკარი და კინაღამ დავეცი და ჰოი საოცრება აი ეს რა საქციელი იყო საერთოდ ვერ მივხვდი იმიტომ რომ იმედები გამიცრუდა იმიტომ რომ ასეთ ლამაზ გოგონებს არ უხდებათ ასეთი ჭამა შემდეგ ჩამგზავნეს ისევ რომ რა ვიცი იქნებ კიდე ამოიტანო იმიტომ რომ არ გვეყო ჩავედი ცოტა სიმართლე გითხრათ უკვე გამიკვიდა რა პონჩი მიბედავენ ამდენს მეთქი ამოვიტანე მანგო და მარწყვი დათუნე გაიღიმე არიტირო დავუდე ეს მანგო და მარწყვი და რას მეუბლებიან ჩვენ სამნი ვართო და კიდე ერთი დაგრჩაო და ეს ორი ვისეყოფო ჩავედი კიდე დაბრადა კიდე ერთი ამოვიტანე ვიფიქრე დამპატიჟებდნენ მე დამსვამდნენ მეჭორავებოდნენ რაღაც
და ისევ იგივე 1 2 და 3 ნახეთ რანაირად იქცევია აქ მივხვდი რომ ჩემ თავს უნდა ვუშველო და დათუნა სასწრაფოდ გაიქეცი აქედან თქო იმიტომ რომ ამ ქალბატონებმა კიდე მითხეს რომ ეს ცოტა პატარები იყო და კიდე რომ მოგვიტანო არ შეგიძლიათო და მივხვდი რომ მანიაკები იყვნენ აი ხლა მოგიყვების დღეს თათიამ რა იკადრა სანაპიროზე ვარ ჩასულები და მე მეგონა შეზლონგზე მეც დამპატიჟებდა და მარტო თავისთვის გადაიხადა ფული 5 ლარი მიაწოდა და 1 ცალი მინდაო ვაიმე როგორც ცუდად გულში ჩავიდე ხალხო ვერ აგიხწერთ გეფიცები გარგარს რო ერთს ვიყიდიდი ჩემთვის ერთ თათიას ვყიდულობდი როგორ ვნანობ გავმწარდი გავღიზიანდი ავდექი ახლა შენახე რა უნდა გიქნა მეთქი მივედი ბათუმის ემბავუდის ფილიალში ლერმონტოვის 57 ნომერში დავიწყე დივნების შერჩევა რათა წამიღოს თანაპიროზე და თათიასთვის გული გამეხეთქა ხან რომელ დივანზე წამოვწექი ხან რომელ დივანზე თან ისეთი კარგი ფასები იყო რომ უფრო მეტად მიხაროდა და უფრო გულიც ვარჩევდი და ბოლოს ჩემმა ლამაზმა მოციმციმე თვალებმა დაინახა შესანიშნავი ფერის იდეალური ულამაზესი რომელიც სანაპიროს ძალიან მოუხდებოდა რა თქმა უნდა გავტესტე შევამოწმე ყველანაირად და აი ამას ვიღებ ბიჭებო მეთქი ბიჭებიც ისეთი ყოჩაღები აღმოჩნდნენ ეგრევე მანქანაში შეაძვრინეს ეს დივანი დაავკეტეთ კარები მეც რა თქმა უნდა წინ ჩავუხდი ბიჭებს წამიყვანეთ სანაპიროზე ჩემს ლოკაციაზე მიმიყვანეთ მტერი არ უნდა გავახარო მეთქი ამოვქოქეთ მარშრუტკა და წავედით მოგვაქვს დივანი და თან რა მოგვაქვს ამ კალბატონსაც გული რო უსკდება გარედან არ ეთხოვოდა მაგრამ შიგრიდან დღაოდა ეხლა შენ იწექი შეზლონგზე შენ დამპალო შენა მე აიქ ფართოდ წამოვწვევი დამინახა მეც დამაწვინეო ემბაუდის დივანზეო მეთქი ეხლა მე მომშორდი მომწყდი აქედან მეთქი მე დამავიწყდა შარულის გამოსვლა და შორტი ამოვიცვი რაღაცნაირად ესე ეხლა კარგად წამოვწვევი გულზე გაქეთქავ ესე იგი 10 წუთი ვაყურებინე ხან მზეს მარცხნიდან ვეფიცხებოდი ხან მარჯვნიდან ეხლა მე შორტი მოწყდი აქედან ესე იგი შეხარბებას ვაგრძელებ ხან აქეთ გადავრუნდები ხან იქით გადავრუნდები ხან იოგას ილეთებს ვაკეთებ ხან სამკუთხედის ფორმას ვიღებ ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ფეხებიც უკვე აღარ შემიძლია მინდა რომ შევახარბავ ბოლო დონემდე ეგ გინდოდა ქალბატონო გაგემეტებინა ჩემთვისაც 1.5 ლარი და დაგასვენებდი და დაგაწვენდი დივნის მოტანა უფრო მეტი დამიჯდა მაგრამ ამის გამწარებისთვის მიყივდა ჩემთვის ნიუ-ჯერსიში დავსეირნო მშვიდად და რაც ვხედავ ქალბატონი მთელ ნიუ-ჯერსის აწიოკებზე ქუჩაში სთხოვს ფულს ვაიმე როგორ გავღიზიანდი თან ეს ხალხი ვინც არ აძლევს მას ფულს უკან მისდევს მეც გავაჩერე სილა გავაწანი რასაკეთებ მეთქი თვითონაც გამაწნა კიდე გავაწანი მე თვითონ კიდევ გამაწნა ეს ყველაფერს არ შეგარჩენს შემდეგ დავინახე ესთეტიკური ცენტრი გვერდით მაის კინორია ავწიე და შევიყვანე შიგნით შევათრიე რომ იქნებ ქალს დავამსგავსო მეთქი და ამ თუ ჩვევებს თავი დაანებოს მეთქი შიგნით დაკვდა უსაყვარლესი ლიკუნა რომელიც ამ საქმის პროფესიონალია ლიკუნას დაველაპარაკე ლიკუნა მიმიხედი ამ გოგოს მეთქი ლიკუნამ რო შეხედა დიდად ლიკას სახეზე რო შევატყე და დავაკვირდი არ ესიამოვნა ამ ქალბატონის სტუმრობა იმიტომ რომ მიხვდა რომ ეს ქალი ვერ არის კარგად თათია ვერ არის კარგად და არაფერი არ ეშველებოდა შემდეგ რაღაც თანამედროვე ტექნიკაში თავი შეეყოფინეს თათიას და აქ აჩვენებს ეს ტექნიკა თუ როგორი სახის ტიპი აქვს რამდენი სითხე აკლია და ასე შემდეგ და რამდენი ნაოჭი აქვს თათიას არაფერი არ უვარგოდა უამრავი ნაოჭი ჰქონდა წყლის და სითხის ნაკლებობა ჰქონდა ორგანიზმში აკნეს აღმოაჩნდა წერტილების აღმოჩნდა შავი წერტილების აღმოჩნდა ყველაფერი ცუდი აღმოჩნდა შემდეგ დავაწვინეთ სკამზე ჩავუტარეთ მაიკრონიდელინგი რა ვიცი 1000 რაღაცა ჰიპერჰიდროზიო ბოტოქსის პროცედურაო რომელიც შველის კანსო 1000 რაღაც რაც კი არსებობს შემდეგ ლიკუნა ეუბნება აბა აირჩიე რომელიც შევიყვანოთო და ამან ჯეირანი ეთამაშა და იმის მიხედვით აირჩია ნეტა ამასაც რომ მოსწლია შემდეგ ეს წერტილები დაასვა სახეზე რომ მონიშნა ის ადგილები სადაც ეს ბოტოქსი უნდა გაეკეთებინა და ეს ფანქარი წაართვა და თვითონ დაიწყო მონიშნა ვითომ რამეს ხედავდა და ვითომ ხალი იყო ზედ გადაყვალი კუნა რასაც ქვია ესე იგი ზედ გადაყვა ტუჩიც გავუკეთეთ ცოტა ისიც შეულამაზეთ ესეც შეულამაზეთ ქალს დავამსგავსეთ უიხო ხალხო ჭარბოფლიანობაზე არაფერი არ დაგწდეთ ესეც დავუხშეთ და დავუოკეთ უბრალოდ მაგ პროცედურას ვერ გამოვაჩენდი შემდეგ დედოფალივით დავსვით ხელზე ვემთხვიე ვაკოცე მეთქი ოღონდეს ქალად იქცეს მეთქი აქედან გამაგდო მე გარეთ გამოვაბრძანე დავატრიალე სილა გამაწნა მეთქი ვირო მადლიო ვინ შენ კიდე ამის მერე პატივი გცეს იმან არ გაიხაროს მეთქი ხელი მკრა გავალამაზე და ესე თქვა ქალად დავდექი და აღარ მჭირდებიო ეხლაც შემ თავზე ბრაზდები რას ვუჩოქებდი რატო დავუჩოქე არ გაპატიებ აბა უხურეთ ხალხო კიდე დაიწყო იგივე რა უყო ვისთან დავრეკო სად დავრეკო რაღა გამოვიძახო დადის ამ ლუდის ბოთლის და მთელ ლოტკის უვლის ვაიმე რა დღეშია რაღა უშველო აღარ ვიცი
ბოლოს მოვიფიქრე რომ მეთქი დაუძახებ იქნება ვაბანაო რამენაირად მოვიტყუო მეთქი სახლში მეთქი ჩემთან იმიტომ რომ მეწოდება რომ ჩატურტული და ჩაბინძურებული დადის აბა თკბილის სიტყვით აბა იქიდან მოვლით აქედან მოვლით თავიდან არ მიჯერებ და რაღაცა და თკბილმა ენამ მაინც გაჭრა შემომყვა ეზოში რა თქმა უნდა ეს ლუდი გადავუქციო რომ ზაპორის აღარ ანებებს თავს ავიყვანე და პირდაპირ ჩავსვი ჩემს ეზოს ონკანში ეს ისეთ მდგომარეობაში იყო ეხლა რომ აბაზანაში ფიზიკურად ვერ შევიყვანდით ვისაც როგორც გინდათ ისე გაიგეთ ნახე ჯიუტი როგორ მეწინააღმდეგება ესე იგი იმდენი ხანი არ უბანავია რომ ვერ იტანს ამბანაობას ცოტაც მოვცხე რა უნდა მოსცხო ავაკაფე და რა ავაკაფე ცოტა დომესტოსიც გავუკეთე კისერში იმიტომ რომ ჩახრიჭოებულში ქონდა სულ დაგროვილი დავქლორე ყველგანს უკბილებშიც გამოუსვი რა ვქნა კიდე მეწინააღმდეგება და ბოლოს მაინც ვერ გამიმკლავდა აგე უკვე ვეღარას უნდქავს ცხელი წყლისგან კიდევ კაი ეზოში ცხელი წყალი გავაყვანინე ზურას დაიბანა ბებია ჩემის პერანგი მივეცი და დედა ჩემის ტანს მერი გადავულაგე რომ მიდი ახლა შეიძლება ლამაზად მეთქი და უნდა წაიყვანო ნიუ ესთეტიკში ვარკეთილის ფილიაში მეთქი მივიყვანე ვარკეთილის ფილიაში ნიუ ესთეტიკში და დავგეგმეთ მთლიანი სხეულის ეპილაცია იმიტომ რომ თმა ქონდა მოდებული ხალხო ეხლა ამას სხვაგან არ ვიტყვი მაგრამ ზურგზე ყურის ძირებში ცხვირზე ფეხებზე ყველგან აქ თმა მოდებული კიდევ კარგი ეს ნიუ ესთეტიკი არსებობს რომ მთლიანად გაუმკლავდა ამ პროცედურებს მეც ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღე ეხლა იმიტომ რომ მაინც ჩემიანია რა და ეს კისერი ყველაფერი მე იმას ავქენი ესე იგი შევიყვანე ბალნით და გამოვიყვანე გაქათქათებულ გაბრდგვიალებული ვაიმე კისერი ისეთი რთულად ქონდა ამ ქალს მეც მივეხმარე თორე ძირებს ვეღარ შველიდით ერთი თითი საძილე არტერიაზე მქონდა მიდებული რომ იქნება მოითენთოს მეთქი მაგრამ რა ციტინდება ბოლოს ეს ქალიც რო შეწუხდა გამოვართვი აპარატი და მე თვითონ გავუკეთე იღლიაც ფეხით ზურგით ყურის ძირით ნესტოს შიგნით რაც არის და ნუ მოკლეთ რა მეც ადამიანი ვარ ოდემდე ვიცხოვრო ამის ცხოვრებიდან სადამდე გავიცხოვრო